ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო მრეწველობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. Როგორც ნატოში აცხადებენ, მხოლოდ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება 6-ჯერ გაიზარდა. გაიხსნა არაერთი ახალი სამხედრო საწარმო. მაგალითად, გერმანიაში ამუშავებული ქარხანა გეგმავს ერთ წელიწადში 350.000 საარტილერიო ჭურვი აწარმოოს. თავისთავად გერმანია შეუქცევადად ყალიბდება ევროპაში წამყვან სამხედრო ძალად. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, აცხადებს, რომ ბერლინი ნატოს მამოძრავებელი ძალაა. დაგეგმილია, რომ გერმანიამ 2029 წლისთვის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5% უნდა დახარჯოს. კონფლიქტი ჩვენს კართან არის. რუსეთმა ომი ევროპაში დააბრუნა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომის ამ მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია ბაბუებმა ან დიდმა ბებია ბაბუებმა გადაიტანეს. ამბობს ნატოს გენერალური მდივანი. So we are working together to ensure the ჩვენ გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე. ვაგრძელებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ზღვაზე წვრთნებით. ნატოს პასუხი რუსეთის პროვოკაციებზე იყო მშვიდი, გადამწყვეტი და პროპორციული, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შემდგომი ესკალაციისა და დაპირისპირებისთვის. ჩვენი მტკიცე ერთგულება ნატოს მეხუთე მუხლისადმი, რომლის მიხედვითაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმა ძლიერი გზავნილია. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავცემთ ძლიერ პასუხს და სწორედ ამიტომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჰააგაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ ის სამხედრო წვრთნები ახსენა, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. წვრთნები კომპლექსურია და ყველა შრეც მოიცავს. ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს. ალიანსისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია. გერმანიაში დრონ-საწინააღმდეგო კომპლექსური სწავლება ჩატარდა. ეს ბუნდესვერის ერთ-ერთი საწვრთნელი პოლიგონია. აქ პროექტ Flytrap-ის ფარგლებში დრონ-საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები გამოსცადეს. It provides ready now solutions from US and worldwide. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში გავაერთიანოთ ამერიკული და გლობალური ინდუსტრიის მზა სისტემები. გამოვცადოთ მათი ინტეგრაციისა და ურთიერთქმედების უნარი ჩვენს ძალებში უკვე არსებულ მაღალი სიზუსტის რადარულ სისტემებთან, ასევე ჩვენს მართვისა და კონტროლის სისტემებთან. ჯერ აქ არის საჭირო ინტეგრაცია, შემდეგ კი ის გავრცელდება როგორც ამერიკულ, ისე გაერთიანებულ ძალებში. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიჩქარე შესყიდვისას და ინოვაციისას. ეს ჩვენ უკრაინის ომისა და იქ მყოფი პარტნიორებისგან ვისწავლეთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ძალიან სწრაფად მოქმედება ახალი გადაწყვეტილებებით, რათა დავუპირისპირდეთ ამ ცალმხრივი, თავდამსხმელი დრონების მასას, რომელსაც ვხედავთ. გერმანიაში გამართულმა სამხედრო მანევრებმა ერთ სივრცეში მოუყარა თავის სამხედროებს, შემსყიდველ ჯგუფებსა და დრონის მწარმოებელ კომპანიებს. მსგავსი შეხვედრები სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებისთვის ეწყობა. დრონების წარმოებას კრემლიც ზრდის და როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთი შეიარაღების შექმნის პიკურ მაჩვენებელსაც უახლოვდება. ამ ფონზე კი ალიანსის მიზანია კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები.